თეორიულად აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტაა, მაგრამ რეალობა ასეთია. ირანმა რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა და დრონი გაუშვა ბაჰრეინის მიმართულებით. მიზანში ამოიღო აშშ-ს საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტის შტაბ-ბინა, ასევე ქუვეითში, სადაც დაარტყა საერთაშორისო აეროპორტს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 60 დაშავდა. პირველი ტერმინალის შენობაში მნიშვნელოვანი დაზიანებები დაფიქსირდა. ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსმა განაცხადა, რომ თავდასხმები განახორციელა აშშ-ს იერიშზე პასუხად, რომელიც განხორციელდა ირანის სამხედრო სახმელეთო მართვის სადგურზე ქეშმის კუნძულზე, ჰორმუზის სრუტეში და ასევე რაკეტით დაარტყა ირანულ ნავთობის ტანკერს ძრავის ოთახში, რომელიც ცდილობდა მიექცია ისლამურ რესპუბლიკამდე აშშ-ს ბლოკადის მიუხედავად. ეს ბოლო ესკალაცია ხდება იმ დროს, როცა აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ თეირანი ამტკიცებს, რომ შუამავლებთან კომუნიკაცია შეწყვიტა. სამშაბათს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის საუბრები ყოველდღიურად გრძელდება და ირანს უთხრა, ციტირებ, დროა ასე თუ ისე შეთანხმება დადო. ირანი ძალიან სერიოზულ მდგომარეობაშია. და თუ ეს იმ ქვეყნის პოლიტიკურ კლასზე იქნებოდა დამოკიდებული და მე მესმის, რომ იქ ყველა რაღაცა მხრივ რადიკალია, მაგრამ თუ ეს იმ ადამიანებზე იქნებოდა დამოკიდებული, ვინც არჩევნებზე დადის, კოსტიუმებს იცვამს და ტელევიზორში ჩანს, ისინი ალბათ ხვალვე დადებდნენ შეთანხმებას. პრობლემა, რომელსაც ისინი აწყდებიან, ისაა, რომ უმაღლესი ლიდერი და ირანის რევოლუციური გვარდიის ბირთვი ამ ზეწოლებისგან ცოტა უფრო დაცულები არიან, სანამ სხვანაირად არ დაარწმუნებენ და მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამ მიმართულებით მიდიან ისინი. ამიტომ ჰორმუზის სრუტეზე ბლოკადის გაგრძელების და ირანის ეკონომიკის ვარდნის ფონზე ვაშინგტონსა და თეირანს შორის დიპლომატია მცირე პროგრესს აჩვენებს. და მთელი რეგიონის აფეთქების რისკი არასწორი გათვლის გამო მხოლოდ იზრდება. არ ვიცი მე